მაგარი შედარებები გვაქვს დღეს. დასასრულზე კი ვთქვით უკვე რომ what the fuck, მაგრამ კიდევ ვთქვათ რომ what the hell. ახალგაზრდა ქალი ღამე მარტო რატოა გამოსული მოგესალმებით. გამარჯობა. გამარჯობა. რამე გვაქვს თქვენი? გამოვიწეროთ არხი როგორ არა ამაზე უკეთესი რა უნდა გითხრათ. დღეს გადავწყვიტეთ განვიხილოთ ფილმი, რომელმაც შეძრა მსოფლიო. ფილმი რომელსაც ჟანრის სახელი დაერქვა. აი ტრაგედიაზე ხომ ოიდიპოს გვახსენდება დრამაზე? ეს გაგვახსენდება. კაი, ფილმის რეჟისორი არის ნორვეგიელი კრისტოფერ ბორგლი. 85 წელს რო დაიბადა, ეგ მახსოვს რა სამხარ. ბავშვია. შენთვის ხო ყველა ბავშვია. კაი, 40 წელსავით არის, 40 წელსავით ნორმა. ხო, ანუ რეჟისორისთვის. არა, 40 წელი ხო ნორმალური. ეგ არის ნორმალური ასაკი, იმიტომ რომ ვინც 57-ის ხარ დაივიწყე. დენი ვილნიოვ. Fuck off, მაგით არ გაძლევენ ოსკარს. თამაშობენ starring ზენდეია და რობერტ პატინსონი. ძალიან საინტერესო დუეტი, რომლის ერთადერთი ფილმიც არ არის ეს ერთად ამ წელს. და ალან ჰაიმი თამაშობს კიდე იმის 20 ძამიკო პოლ ტომას ანდერსონის აღმოჩენა. ფილმი მოგვითხრობს წყვილზე, რომელიც დაქორწინებას აპირებს, წყვილის ზენდაია და პატინსონის პერსონაჟები, რომელთაც ქვიათ იმა და ჩარლი. მთელი ამბავი, მთელი დრამა ტრიალებს იმის გარშემო, რომ ასეთი ბედნიერი წყვილია და ერთ საღამოს მეგობრებთან ერთად რო სხედან, გადაწყვეტენ, რომ რაც კი ყველა საშინელება ჩაუდენიათ, ის უნდა თქვას ყველამ. და ემა რო იტყვის, რაც ქონდა ჩაფიქრებული და ეგ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დანარჩენ სამს ჩადენილი აქვს ყველაზე ცუდი რაღაც, ემას არ აქვს ჩადენილი, უნდოდა რომ გაეკეთებინა, მაგრამ მთელი როუსტი, კენსელი, წიხლის რტყმა და სულიერი თუ აი ყველანაირ შეურაცხყოფა და ასე ვთქვათ, ყველაფერი ტრაგედია მთელი არის, ხო, ანუ ემას არ ჩადენილი ჩანაფიქრი უფრო მისი ჩუმი ჩანაფიქრი, მის ჩუმი ჩანაფიქრი უფრო უბედურება იყო, ვიდრე ჩადენილი უმსგავსობები. სკანდალზე ეხლა ვთქვათ? რა სკანდალი იყო, არ ვიცი, აბა მე თქვი. ტრეილერის ნანახი მქონდა. ხო არ დავარეაქტეთ, არა არ არ დავარეაქტეთ, მეც მეგონა რომ დავარეაქტეთ და ნანახი მქონდა. და კეთყვი რატო გეგონა რომ დავარეაქტეთ და მეც რატო მეგონა ხა, იმიტომ რომ რაღაცნაირად ძალიან გავს ბენედიქტის და იმის ოლივიას რა ქვია, War of Roses. ხო, Roses. სკანდალი. დიდი გამოხმაურება მოყვა ფილმის გამოსვლას რა, ანუ ფილმის გამოსვლის კურაში იყო ძალიან დიდი ხმაური ამ ფილმთან დაკავშირებით. ოღონდ ალაპარაკობდნენ რაღაცა რა მაგარი მსახიობები არიან, რა მაგარი ქიმია აქვს რა, ან თვითონ ფილმზე კი ლაპარაკობდნენ, მაგრამ უფრო პოლიტიკურ ჭრილში და ეს გამოიწვია იმან, რომ თქვათ მაშინ სპოილერი ვახსენეთ, რომ უკვე სპოილერები იქნება, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ განხილვა ემას 15 წელს ასაკში ქონდა ჩაფიქრებული მასობრივი სროლის მოწყობა სკოლაში. ყველამ ვიცით, მე მგონი ამერიკაში რამდენად აქტუალური თემა ეს სკოლის სროლები და შემდეგ ყოველ კვირას ხდება და ნუ იარაღის gun control ეგრეთ წოდებული და ამასთან დაკავშირებული პოლიტიკური მოძრაობები ორივე მხრიდან, იმიტომ რომ ანუ ორად არის გაყოფილი. რესპუბლიკელები ამტკიცებენ, რომ ნუ უნდა იყოს რაღაც, უნდა ქონდეს ყოველს იარაღი და ამ შემდეგ, უნდა იყოს ეს მიღებული და დემოკრატები ამტკიცებენ, რომ არა და ამის ძალიან დიდი მტკიცებულება თუ რატომ არა არის ის, რომ ყოველ კვირას თითქმის ხდება ეს მასობრივი სროლები, არა მარტო სკოლებში, მაგრამ განსაკუთრებით სკოლებში. ძალიან ბევრი ადამიანი ზოგადად ეწირება ამას. ამიტომ რა თქმა უნდა, ეს თემა არის ძალიან სათუთი. რაღაც ფილმები რაც მახსენდება ამ თემაზე, მაგალითად გასვან სანტის სპილო, კიდე We Don't Talk About Kevin, ეგეც ძალიან უშუალოდ ამ თემაზეა. და რაც შეეხება სკანდალს, ერთ-ერთი გარდაცვლილი ბავშვის მშობელმა გამოხატა, რომ რაღაც თავს უპატივცემლობა იყო ამ საკითხის და ამ საკითხს შეწირული ადამიანების მიმართ ესე გაშუქება ამ თემის, ასე ვთქვათ.
მარკეტინგულად ეს ფილმი გაყიდული იყო ძირითადად როგორც რომანტიკული კომედია, როგორც Roses, რაღაც შავი რომანტიკული კომედია. ეგრე იყო გაყიდული და ის გასაგებია, რომ ასეთ სენსიტიურ თემაზე კომედია, რაც არ უნდა შავი იყოს და განსაკუთრებით რომანტიკული კომედია და ეს თემა ცოტა თქოს არის სადაგება ერთმანეთს და მესმის მათი განსაკუთრებით როცა ესე უშუალოდ დაზარალებული ხარ ძალიან მინიმალისტურად რა ვთქვათ ძალიან სხვანაირად უყურებ და მე რა თქმა უნდა არც მივცევ ჩემ თავს უფლებას რომ ეხა იმ შობელს რომელმაც შვილი დაკარგა მასობრივ სროლაში შევეწინააღმდეგო ეს ტრამშან თუ იმას მოიჩვენა რომ აქ რაღაც ვერ იყო ისე გაკეთებული იმ ხრივ რომ საკმარის ემპათიურობით არ უდგება ფილმი ამ საკითხს გასაგებია და აბსოლუტურად მესმის მაგრამ პირადად ჩემთვის ვერ დავინახე ვერც ამ თემის ემპათიის არ ქონა ვერ დავინახე მე ამ ფილმში ამ თემის მიმართ ჯერ იქიდან დავიწყოთ თავიდან რო ასაღებდნენ რომანტიკულ კომედიად სინამდვილეში არის ფილმი რომანტიკული კომედია თუ არა კიდე ცალკე საკითხი არის ასან კომედია საერთოდ არ არის ხა ის რომ ემა შარლოტ ჩახტის ჩარლის ეგეთი ასეთი სისუალეების გამო თუ კომედია შეიძლება ჟანრში ჩავწეროთ გამაგებინეთ რომ ვიცოდე რა თუ შეიძლება ვინც ადგენს ამ ჟანრებს მეორე კიდე ეს თემა ეს პრობლემა არის საზირკველი რაზეც მთელი ეს დრამა რაც ვითარდება ზედა დაშენებული ამ თავარი ამბავი არის ის რომ ეს საძირკველი გამოიყენოს იმ დრამის გასავითარებლად რაც მიდის ფილმში და ამური ადამიანის ურთიერთობა როგორ იცვლება, მათი ურთიერთობის დინამიკა როგორ იცვლება, მათი როლები როგორ იცვლება და ასე შემდეგ. აი, ამაზე არის ორიენტირებული და ძალიან ცუდია, როდესაც ასეთ დროს ასეთი დაზარალებული ადამიანი ასე ცუდად გრძნობს თავს და მტკივნეულად იღებს გასაგებია, იმას ხოლმე რომ ადამიანს არაში მტკივნეულად არ იღებ ამასო. მაგას ხოლმე რა ვიცი, რა თქო გენა დაზარალებული იყოს, გენა ისე, მაგრამ მეორე მხარეს ასევე არავის არ აქვს უფლება მოთხოვო რეჟისორს, რომ აი ეს თემა შენ უნდა წაგიყვანა ასე, როდესაც რეჟისორს ეს აინტერესებს და აქეთ წაიყვანა. და როგორ შეიძლება თქვა, რომ ამ თემას რო შეეხო და ეს თემა რო ახსენა რაღაც არასერიოზულ დამოკიდებულება გამოამჟღავნა, არც ერთი წამს არ გამოამჟღავნა, იმიტომ რომ პირიქით მთელი უბედურება ეგ არის, რომ როგორ უდგება პირიქით. რადიკალიზმის აი ხო აი რადიკალიზმის კრიტიკა კი არა კრიტიკაც არ არის ეგ ძალიან კაი იყო რა არის და როგორ არის ნუ რადიკალიზმის წარმოჩენა ხო არის ოღონ ცუდად არ ვამბობ კარიკატურას რა რადიკალიზმის კარიკატურა და წარმოაჩენს რეიჩელის პერსონაჟი მაგალითად ეგ არის აი რაღაც ეთიკის ამბავს ეხება რა იმ თემას რაზეც და ვიმგონ წინა კვირასაც კი ვილაპარაკეთ რომ რა განსხვავება და სად გადის ზღვარი გაფიქრებას და გაკეთებას შორის. ემას პერსონაჟმა გაიფიქრა და გასაგებია რომ დაგეგმა, გასაგებია რომ იქ კამერაში იწერდა უკვე რაღაცეებს და ასე შემდეგ, მაგრამ დაგეგმა მაინც ფიქრის პროცესის ნაწილია, ხო? ერთი საინტერესო მომენტი რაც არის ზუსტად მაგ გაფიქრებაზე, რაც ჩარლი რო ამბობს თვითონ, აი რო ამართლებს ემას, ოღონ ემას გასამართლებად არ ლაპარაკობს მაშინ ამ თავდაცვის მიზნით უფრო ამბობს, ვიდრე იმას დაცვის მიზნით, რომ რამდენჯერ გაგიფიქრებიათო, რომ აი ეს ეხლა ამას მოუკლავ ან ეს ასეთი რა მკვლელობასთან დაკავშირებული ფიქრები რამდენჯერ გქონიათო და რაც ყველა ადამიანს გქონია უმეტესობას ყოველ შემთხვევაში ვინც წმინდანებით დანდებით კი ბატონო რეიჩელი გავითამაშე რეიჩელი გაითამაშე სწორი არგუმენტი იყო ამ ფილმში რამაც გაიჟღერა უბრალოდ ძალიან ცუდი ან ცუდი არა მესმის რატო ამბობს ამას ჩარლი ან ჩარლის რატო ათქმევინებს და თვითონ ის კონტექსტი რაც ან რა ვითარებაშიც ამბობს ეგ ძალიან კარგად აჩვენებს ამ პერსონაჟს ძალიან კარგად წარმოაჩენს ეგ მნიშვნელოვანია მაგრამ თვითონ აი ეგ ზუსტად რომ ჩვენ ყველას რამდენჯერ გაგვიფიქრებიან შეიძლება ანალოგიური მაგრამ აი რაღაც მკვლელობასთან და ადამიანის სერიოზულად დაშავებასთან და ამის გამო ვინ ვართ ჩვენ ის ვინ არის თვითონ ყველანი უნდა ვიყოთ ციხეში ფიქრის გამო მაყურებელსაც აყენებს მოსამართლის პოზიციაში იმიტომ რომ თითქოს შენც უნდა იფიქრო რომ აი
რაღაც აპატიებ იმას, უბრალოდ მიიღებ ისევ იმას, ისეც როგორიც იქამდე იყო. ან შეგეცვლება დამოკიდებულება, ანუ იმდენად გააბუქებ, როგორც ეს რეიჩელმა ქნა და მე რო ყოფილიყავი იმ მაგიდასთან, იმას ვერ ვიტყვიროს, ანუ იმას მოყოლილი და ეს ნათქვამი საერთოდ, ანუ გავატარებდი ესე რომ ხო, კაი, აი როგორც დანარჩენებზე რეაქცია ჰქონდათ, ანუ ეგეთი რეაქცია არ მექნებოდა, რა თქმა უნდა, უფრო სერიოზული რაღაცა იმ 4-დან არც ერთს არ ვთქვამს ესეთი სერიოზული რაღაც, მაგრამ თან სამრაც ახსენა თავიდან ერთი დიდი განსხვავება ის იყო, რომ იმ სამმა გააკეთეს ის, რაც თქვეს და ამას არ გაუკეთებია, ანუ ამან ფიქრი ჩათვალა ყველაზე საშინელ რაღაცად, რაც კი ოდესმე გაუკეთებია. რა თქმა უნდა, რაღაც კითხვები გამიჩნდებოდა, რაღაცებში ჩავეძიებოდი, მშობლების და იმას დამოკიდებულებაზე რაღაც, ანუ ძალიან ბევრი კითხვა გამიჩნდა, იმიტომ რომ აი ფლეშბექები და რაღაც ეგეთი მომენტები რაც იყო, მათ თითქოს ისე ჩანს, რომ და რაღაცას ამბობს კიდეც. თითქოს სულ მარტო არის ამ სახში და თავის ნებაზე არის მიშვებული და არ ველოდებოდი, რომ ამ ქორწილის მომენტში მამაშვილური ესეთი თბილი დამოკიდებულება ჰქონდათ, ანუ მშობლებიც კი არ იცნობენ იმას ისე კარგად, როგორც იმ მომენტში ჩვენ ვიცნობთ. ის, რაც რეიჩელმა გააკეთა და ის, როგორც რეიჩელი იქცეოდა, მიუხედავად იმისა, რომ ჩარლის და მაიკი, ერქვა მგონი, ჩარლზ და მაიკის რეაქციაც არ იყო ისეთი რაღაცა იმ მოთოკილი, მაიკის რეაქცია იყო ყველაზე ნორმალური მართლა და ადამიანური. მაგრამ აი რეიჩელი წარმოადგენს რადიკალიზმის მორალისტების და რადიკალიზმის თვითონ საშიშ სახეს. იმიტომ რომ მართლა ყველანაირი რადიკალიზმი საშიშია. მთელი ფილმი მიუხედავად იმისა, რა გავიგეთ ამას შესახებ, რეიჩელის უფრო მეშინოდა, ვიდრე ემას, იმიტომ კი არა, რომ აი რაღაც რას. უბრალოდ, ანუ ჩემთვის ის უფრო საშიში იყო, ხო, იმიტომ რომ ის იყო, ანუ რადიკალისტი და ემა იყო ემა, უბრალოდ ჩვეულებრივად, მიუხედავად იმისა, რომ ანუ რაღაც შეხტულება და რაღაცები შეიცვალა ჩემთვის, იმიტომ რომ გავიგე უფრო ბევრი რამ ამ პერსონაჟის შესახებ. რეიჩელი უბრალოდ ძალიან მაღიზიანებდა რა, ანუ შათავ მართლა mentally disabled ბავშვი ჩაკეტა იმაში კარადაში და ტყეში სახლიდან მოშორებით დატოვა სადღაც მარტომ. ხო, ეგ ძალიან კაი ის იყო. მოდი მაშინ მაგას გავყვეთ. როდესაც ამ დეტალურად ახსნა, რომ ასე ბავშვი ჩაკეტა მთელი დღით რო კითხეს სად არის, ამან დამალა ერთი დღე არ გამოჩენილა ბავშვი. ეს ხმას არ იღებს. ის უყურე ეგ არგუმენტი არ დაუტოვა რა სცენარისტმა და რეჟისორმა ორივე კრისტოფერი არის. ძალიან კაი იყო, ანუ ეგ არ დაუტოვა, რომ უცებ შეიძლება აი ბავშვური სისულელეს გამო გაიხუმრა და ჩაკეტა, ანუ საათებია უკვე გასული. ტაქტოდ ამბობს, რომ დებილი ბავშვი იყო ცოტა, ანუ slow, მაგასაც რავი leftist რადიკალისტები ზოგადად, ანუ მასეთ სიტყვებსაც არ იყენებენ, იმიტომ რომ ანუ რას ნიშნავს slow იყო. და მე ჩარლი რო ეკითხება ამაზე, რომ მენტალურად რაღაც ყოფი ბავშვი ჩაკეტეო, არ იყო მენტალურად ცუდად. არ და თვითონ თქვა დებილი იყო. უცებ ბავშვური სისულელის გადაწყვეტილება რო ყოფილიყო რომ ჩაკეტა, კაი, ეგ შეიძლება არგუმენტი ყოფილიყო, მაგრამ როცა საათები გადის, მამა ნერვიულობს, რა მშობლები ტირიან, ეძებენ და ხმას არ იღებ, იმიტომ რომ ან დატოვა, ხო შეიძლება რომ წასულიყო. თვითონ გამოიშვა, არა, ანუ ხმა არ მოიყო, არც გაინძრა და მე უბრალოდ ველოდებოდი და მეორე დღესო ხო მაინც იპოვეს, ანუ იმიტომ რომ ძალიან ეს უდგება არასერიოზულად თავის ჩადენილს რა. იმაზე ამახვილებდა ყურადღებას, რომ აი ბავშვი გადარჩა და ცოცხალი იპოვეს. ანუ წარმოიდგინეთ რამხელა რაღაცაზეა ლაპარაკი. და რეალურად ანუ იმ ბავშვმა რა ტრამვა მიიღო იმ ღამე და როგორ შეიცვალა მის ცხოვრება, იმიტომ რომ ანუ ძალიან უხეში და არასერიოზული დამოკიდებულება იყო ზუსტად და ისეთ შეიძლება ნერვიული სიცილი იყო, მაგრამ რაცა ისე ქარაფშუტულად ყვებოდა ამას, რომ აი საერთოდ ვერ ხვდება, რომ შეიძლება ანუ პოსტტრაუმული აშლილობაც გამოიწვიოს ასეთმა რაღაცამ, როცა ბავშვი ხარ და კარადაში კეტავენ ღამე ტყეში.
იმა ხო არის ცოტა რომ ერთი ღამით დატოვეს, ერთი დღით დატოვეს, იმას გონია რომ სოლთან ტოვეს. და ეს მორალს უკითხავს მე ემას, რომელმაც მოდი გავშიფროთ ცოტა ეს პერსონაჟი. ემამ გაიფიქრა, ანუ ასე ვთქვათ, დაგეგმა ეს არ განახორციელა და ამ არ განხორციელების მიზეზებზეც როგორი მიდგომა იყო მათი მხრიდან, ეგეც ძალიან გადაბუქებული იყო. ჯერ თვითონ მან ჩარლიზეც ვერ გავიგე, მანქანა გაუჭდაო თუ რაღაცა, ხო? როცა რეალურად ბევრად უფრო ვალიდური მიზეზი ქონდა, რამაც მოახდინა მასში ის გადატრიალება, რომ სადღაც იქვე ახლოს მოხდა ესეთი მასობრივი სროლა და მისი ერთ-ერთი თანაკლასელი შეეწირა ამას და ამან აუხილა თვალები, რომ რას ვაკეთებ, ანუ რა სისულელეა. ემას და ნებისმიერ მსროლელს შორის, რომელმაც ეს გააკეთა ეს საშინელება, არის ემპათიის განცდას, იმიტომ რომ მე მგონია, რომ ნებისმიერი ნამდვილი მსროლელი, რომელიც ესე გეგმავდა, თუ მას ემპათიის გრძნობა არ აქვს, არც თანაკლასელის გარდაცვალება, არც იქვე ახლოს სროლები არაფერი არ იმოქმედებდა მათზე და ამაზე იმოქმედა კიდეც და რო გავაგრძელოთ ახლა ეს პერსონაჟის გაშიფრვა გადაფიქრების შემდეგ გახდა ხო შეეძლო საერთოდ მიჩუმებულიყო და გახდა იარაღის კანონებთან რაღაც მებრძოლი აქტივისტი გახდა. არავის დაუძალებია მისთვის ეს, არავის არ იყენებდა ამას ნიღბად, ანუ ეგ კარგად ჩანს იმ ფლეშბექებში, რომ ეს არ იყო უბრალოდ ის, რომ ვინმე არ გამიგოს, რომ ეს გავიფიქრე და რაღაც. ფიქრიც კი გამოისყიდა ჩემი აზრით, იმიტომ რომ იმ ფიქრმა მხოლოდ მას ავნო იმ მომენტში, იმიტომ რომ ანუ წარმოიდგინეთ რამხელა თვითიზოლაცია იწვევს და ეგ ნაჩვენებიც იყო, მაგრამ შინაგანად რამხელა თვითიზოლაციის განცდას იწვევს, როცა ასეთ რაღაცას გეგმავ და როცა ემპათიის გრძნობას გაქვს თან. თქვენ ჩარლი ამბობს, ანუ ლოგიკური იყო რომ ასეთი რაღაც გაიფიქრა თუ ჩაიდინაო, იმიტომ რომ ზედმეტად კარგი არისო. ანუ ესე იგი ადამიანი როცა ხიარული ხარ, კეთილი ხარ, ჯიგარი ხარ, შენ არ შეიძლება რომ იყო ბუნებრივად ასეთი ჯიგარი, ანუ რაღაცა საშინელება უნდა გქონდეს გაკეთებული თუ რაღაც, ანუ ეგეთი მიდგომა ქონდა და ეგ ერთი კიდე ძალიან საზღვრობა რაღაც იყო რა, საშინელება მომენტი. ბოლო სცენაც ძალიან გაუბრაზო, ვითომ ხო ის არის, რა ქვია, ვითომ ხო რომანტიკული და მეთქი, ანუ ამ ნაძირალასთან საერთოდ რატო ცდილობ გამოცდას. რო გაიარა კიდეც, მეთქი იქნებ ჩაიაროს და არ შემოვიდეს, მაგრამ არა, მაინც შემოვიდა ეს. და როცა ცალკე ვიტყოდ კიდე, მაგრამ აქ სასისხლესი ტაქტო და უყველაფრო დასასრული იყო უბრალოდ. აი, იცი რა, თუ ეს იმ აქტის გამოხატულება იყო, რომ აი ასეთ ადამიანს პატიობს და ჩარლი მაპატია, ჩარლი ყველაზე არასწორი, ანუ რეიჩელის მერე, მგონია რომ ჩარლი ყველაზე არასწორი პიროვნება იყო იმის ასარჩევად, რომ აი გაპატიე ის, რაც არ გაგიკეთებია. ჩარლის მთელი ამბები აქ დაწყებული და ანუ გიждდება და პარანოია აქვს უკვე. და როგორც ჩანს, ხო ისაც ეგეთი ტიპია, რომ რაღაცეებზე ძალიან ჩაციკულა იცის, იმიტომ რომ სანამ ეს მთელი დრამა მოხდებოდა, იქამდეც ღვინის არჩევისას რაღაცის დროს უთხრა, რომ ეგ ძალიან ჩაციკულა რო იცი ხოლმე, ხა დაწყნარდიოდა რაღაც. პარანოია იქა ძალიან კარჩენდა, საერთოდ დასაწყისში ემა რო გაიცნო და ფოტოს რო გადაუღებს წიგს და ხალხს რო უყურებს და აი რაღაც ისე როა, რომ ანუ ეხა ამათ მე შემნიშნეს, ეხა ყველა დამასმეს, ანუ რაღაც ამას არ ამბობს, მაგრამ მონტაჟი და კამერა კარგად აკეთებს ამ ფიქრებს. ჩარლს პერსპექტივით შევხედოთ ახლა ამ ყველაფერს, ანუ რეიჩელს ვთქვით, რომ რადიკალისტია და მორალისტია და ყველაზე წმინდა ადამიანია ამ სამყაროში და ანუ პირველ რიგში ძალიან მაგარი მეგობარია, რა თქმა უნდა, ეს როგორ გამორჩა. აუ, ძალიან გასხოთ გამოგვეხმაურეთ ასეთი ადამიანები. ჩარლიზე ვთქვით, რომ ნევროტულია, მისი პერსპექტივით შევხედოთ ამ ყველაფერს. ქალი, რომელიც აშკარად ძალიან უყვარს, 2 წელია ურთიერთობაში არიან და მათი ქორწილი არის სულ რამდენიმე დღეში. და იგებს ისეთ რაღაცას, რაც ნევროტს და პარანოიას რო თავი დავანებოთ, ანუ ისეთი რაღაცაა, რაც ალბათ მეორე ნახევარმა ცოტა უფრო ადრე უნდა იცოდეს, მით უმეტეს, როცა სმენის პრობლემა ამ ცალკურში დაყრუდა ზუსტად ამ შემთხვევის გამო და აქამდე ჩარლი მიცოდა, რომ ის დაბადებიდან ესე იყო. რაც ანუ აქ უკაცრავად მე ძალიან ბევრი
კითხვა გამიშთა თქო კი ვთქვი მშობლებთან და რაღაცა, მაგრამ არასდროს არ ანუ ჩარლი იქამდე არ შეხვედრია მის მშობლებს, ანუ ის რომ ის თავიდანვე სმენა და ქვეითებული არ იყო ეს რანაირად თემაზე შეიძლება არ ცულაპარ. თან ანუ სულ ვცდილობ რომ აი რაღაც გამოგიჭირე რაღაც იმ კადრში ეს ხელი ქონდა აწეული და ამაში ეს ხელი გაკეთებოდა. ძალიან ვცდილობ რომ ეგეთ რაღაცებს თუ ძალიან თვალში არ მხვდება, ყურადღება არ მივაქციო, მაგრამ აი აქ რაღაც აი ძალიან შემაწუხა მაგ ამბავ, მაგრამ მოკლედ ჩარლი მარისოდა გაიგო ქორწინებამდე რამდენიმე დღით ადრე და მისი რეაქცია არის პირველ რიგში სრული პარანოია. და ამას ყველაზე კარგად გამოხატავს ის სცენა, დანაუჭიროს ხელში, იმიტომ რომ სმუზის აკეთებს და ანუ უბრალოდ შედის კითხოს ჩარლის რომ შენც ხო არ გინდა და იმას გონია რომ მოსაკლავად თან ანუ ამ მონტაჟთაც ძალიან მაგრად იყო გაკეთებული, ეგეთი მომენტებიც არის ძალიან კარგად გაკეთებული, მაგრამ ანუ როგორც თქვი, რა თქმა უნდა, ჩვეულებრივი რეაქცია არ მექნებოდა და ანუ ჩავეძიებოდი და ვთხოვდი და ასე შემდეგ, მაგრამ ნამდვილად ეხლა მე რო გავიგო რომ შენ მაგალითად გასაგებია რომ შენ ჩემი ემა არ ხარ და მე შენ ჩარლი არ ვარ, მაგრამ რატომ გონია შენ ჩემი ჩარლი არ ვარ? ო ეგეთი რეაქცია არ მექნება რომ ეხლა იქით რომ გავხდე და თან აიღო, აი ნამდვილად არ მეგონება რომ ჩემს მოსაკლავად მომდიხარ, ანუ საერთოდ არ შემოგხედავ ისე როგორც კვლელს. მე გასაგებიც არის რატომ არიან ჩარლი და რეიჩელი მეგობრები. იმას ვთქვამ რომ რაღაც ხრი მესმის რა თქმა უნდა რომ თუნდაც ის პრობლემა რომ გასჩენოდა რომ აი ეს მე შენზე აქ ანუ პრობლემა რა კითხვა მაინც აი ეგ ხო ეგ რო დაისო გასაგებია რატო არ ვიცოდი ანუ ეს ხო ისეთი რაღაცაა რომ ანუ ჩვენ რაღაც ყველაზე ახლო ადამიანები ვართ ერთმანეთისთვის რატო არ ვიცოდი შენზე რომ ამხელა რაღაც მოხდა შენს ცხოვრებაში ამიტომ ამ ხრივ მესმის აბსოლუტურად მაგრამ ჩარლის ყურადღება ამაზე არ გაუმახვილებია საერთოდ. ჩვენი პირდაპირ ყურადღება გაამახვილა იმაზე, რაზეც რეიჩელმაც. ხო, მოყავს სოლა. ხო. ისა რეიჩელთან რო არის მისული. ჩარლი და მაიკიც იქ არის. აი სხეულის ენა რამდენს ყვება, როგორ არიან ისინი? აი მაიკის ძალიან დაძაბული არ არის, მაგრამ ნუ რაღაც მომენტში მე რა ისეთ სწორდება თუ კარგად მახსოვს. ანუ რაღაც ანუ თავისუფლად არ არის. ნუ ჩარლი როგორ არის მე გასაგებია. და რეიჩელენ ძალიან თან ეჩხუბება ლანძღავს ემას ასე ისა და ფეხზე გადადებული აი ისე ჩილ არის ხო ანუ თან ყვირის რაღაც მომენტში ტონსაც უწევს მაგრამ სხეულის ენა არ ეცვლება ანუ ტიპი არის აი ძალიან ასე აი ფეხებზე მკიდია ანუ ტიპი არის სულ ხორცამდე მორალისტი წესით ამ ყველაფერიდან გამომდინარე რაც ხდება იმ დროს ამ ამბის გაცხადების მერე ემა უნდა იქცეოდეს ძალიან არაადეკვატურად, დაბნეულად იქცევა, მაგრამ არაადეკვატურად იქცევა ჩარლი. ფლეშბექები რაც ახსენდება მაგ დროს რაღაც მომენტები, სადაც ემას ჰქონდა ძალიან ადამიანური რეაქციები. მაგალითად, აი გზაზე გადადიოდა, კი რაღაც მანქანა დაეჯახა და გაბრაზდა ამ ვიგინდარ ამ ძღოლზე, რომელიც კიდე აქეთ ეპასუხებოდა. და ის ჩარლის, აი ძალიან კარგად აჩვენებს ეგ როგორ შეიძლება რომ ადამიანმა პერსპექტივაში ჩასვას ყველაფერი თუ საკმარისი მოცემულობა აქვს, იმიტომ რომ ისე უცებ მოარგო ეს ემას რაღაც აგრესიული შეიძლება იყო იმ მომენტში, მაგრამ აგრესიულები ვართ ხანდახან ყველა, იმიტომ რომ ვართ ადამიანები. პატარა მომენტები რაც გაახსენდა, რაც იქამდე საერთოდ ყურადღებას არ აქცევდა ჩასვა უცებ იმაში, რომ აი ემა არის ფსიქოპატი. და ანუ ის ჭიქა რო გადააგდო, აი არაადეკვატურობის ყველაზე, მაგრამ გატეხე მაინც ეს ჭიქა, რომ თვითონ გამიწყდა და ანუ პირდაპირ ჩააგდე. ხო და ინახა იმ ადამიანმა. ხო ეტკინა გული. რამდენიმე თემა მოხდეს განყოფილ ალბათ ჩვენს მე ამ მასობრივ სროლაზე არ მაქვს საუბარი, სხვა თემებს, ეგეთ თემებსაც რო ეხება, რაც არსებობს ძალიან კარგად, ანუ ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი იყო მცირე ასაკში ინტერნეტთან კავშირის პრობლემა რაც არის ჩვენ თაობაში და რაც უფრო დრო გავა, უფრო დიდი პრობლემა რო იქნება და ამის კონტროლი რო არ ხდება. ეგ ძალიან კარგად იყო წარმოჩენილი, ანუ ემას შემთხვევაში, რომ ინტერნეტში ეს ვიდეოები, ხალხს რაღაც კომუნიკაცია, ანუ ეს რამხელა გავლენას ახდენს, იმიტომ რომ
ნუ გასაგებია ეხლა რაც ვილაპარაკეთ რომ ელემენტარულად პრობლემა ის არის ციან საჭიროს რა სჭამს და ეხლა ინტერნეტში ვისწერს და რა ვიდეოებს უყურებს და რა ვიდეოებს აქვეყნებს და რა ვიდეოებს იწერს ეგ ხო საერთოდ არიწოდინებოდათ მაგრამ ეგეც ერთ-ერთი ის პრობლემაა რომელსაც ძალიან კარგად შეიყვან ხო მეორე თემა რაც ხო კიდე რაც ასე ვთქვათ ხსნიდა ემას დამოკიდებულებას მისი თანაკლასელების და ზოგადად სამყაროს მიმართ ეს იყო ბულინგი. ან მომეწონა რომ რაღაც ძალიან გადამლაშებულად და ძალიან ყვირილით არ შეეხო ამ თემას და კიდე მომეწონა რომ თვითონ რასობრივ საკითხსაც, ანუ რაღაც ძალიან ისე არ გამოხატა, რომ აი რაღაც რასობრივი ნიშნით იყო ეს ბულინგი. ანუ რა თქმა უნდა იმის ნაწილი ეგეც იქნებოდა და შეიძლება დიდი წილი ზოგადად ეგ იყო უბრალოდ ის რომ ეს ყოველი საკითხის დაღეჭვა და ჩვენთვის მოწოდება და საჭიროდ არ ჩათვალა ეს ძალიან მომეწონა, იმიტომ რომ ზოგადი წარმოდგენა შეიქმნა რომ ემა არის ეს რაც ვთქვით სახში სრულიად იზოლირებული მარტო ინტერნეტთან აქვს ხელმძღვანელობა და სკოლაშიც მიუხედავად იმისა რომ ის გარშემო ამდენი ხალხია სულ მარტოა და უფრო შეიძლება ითქვას რომ უფრო იზოლირებულად სკოლაში გრძნობს თავს ვიდრე სახლში. რავი მე რაც წამიკითხავს ყოველი შემთხვევისთვის სკოლის მსროლელები ძირითადად რასაც ანუ მე როგორც ეს თავს პლავენ ხოლმე რაღაც ეგეთ ხდება მაგრამ აი ძირითადად ბულინგის მსხვერპლი არიან თვითონ ის რომ რა თქმა უნდა ვიღაც რო დაგაბულინგებს იარაღი არ უნდა აიღო და არ უნდა ესროლო ეს ხო ფაქტია გასაგებია იარაღის კანონები რაღაც ძალიან მნიშვნელოვანია და უნდა მიეხედოს მაგრამ ამ ლაპარაკის დროს, ამ საკითხის ლაპარაკის დროს გვაუწყდება ხოლმე რომ თვითონ ბულინგის თემაც ძალიან წინ წამოსაწევია, იმიტომ რომ არა ის ბულინგი შეიძლებოდა ის მსროლელი საერთოდ არ გამხდარიყო მსროლელი და ეს ტრაგედია საერთოდ არ დატრიალებულიყო. ამიტომ ხანო ამ თემის წინ წამოწევას ან თუნდაც რაღაც კუთხით ჩვენება ძალიან მნიშვნელოვანია, როცა ამ საკითხს ეხები, იმიტომ რომ პირდაპირ პროპორციულია შეიძლება ითქვას. აი ფსიქოპატები და ასე მანიაკები და სერიულ მკვლელები და ასე რო ხდებიან, როგორც წესი ხო რაღაც დიდი დროის განმავლობაში გამოყოლილი ტრავმა და მერე ვითარდება ხოლმე, ანუ დროთა განმავლობაში ეს მახინჯდება და ირჩევენ იმ გზას, რასაც ირჩევენ. და ამ შემთხვევაში ეს იყო დროის პატარა მონაკვეთი, იყო ძალიან მყისიერი გადაწყვეტილება, ძალიან რაღაც წამიერი მიზანი, რომ უნდა მოაწყო მასობრივი სროლა და იმის იქით რა როგორ განვითარდება, იმაზე არც უფიქრია, ხო? თვითონ ეგ მიზეზი ძალიან მნიშვნელოვანი, ოღონდ რასაკვირველი ეს იმას ანიშნავს, რომ მსგავსი მიზეზი რო გაქვს, ეს შენ საქციელს ამართლებს. ამაზე ხო უბრალოდ ეს არის გამართლებს და არა ამართლებს. და ამაში ძალიან დიდი განსხვავება და მით უმეტეს ამ შემთხვევაში, როცა ამ გოგოსთან ასახსნელი, კი ასახსნელი არის რატო გაიფიქრა, მაგრამ გასამართლებელი და ეს უნდა განეხლა ეს ყველაფერი განხილული უნდა ყოფილიყო ფსიქოლოგთან. ბულინგზე მინდა კიდე ერთი რაღაც თქვა რაც მგონია რომ თვითონ დრამატურგიაში სავარაუდოდ მგონია რომ კარგად არის მოკლედ ჩადებული. ბულინგის თემაც წინ უნდა წამოვწიოთ და ეს ადამიანი ესე მასობრივ მსროლელად და განსაკუთრებით 15 წლის ბავშვი მასობრივ მსროლელად ესე არსაიდან არ იქცევა და როგორც ვთქვით გამართლება არ არის, უბრალოდ ახსნა არის და როცა რაღაც ახსნა გაქვს, როცა ხარ მშობელი, ზრდასრული, როცა ხარ მთავრობა, ამ ახსნებს უნდა ჩაეჭიდო და უნდა იპოვო გამოსავალი, რომ აღარ განმეორდეს მინიმუმ. ჩარლის ყველა საშინელი რამ, რაც ჩარლის გაუკეთებია. ანუ ვიღაც დავაბულინგე ინტერნეტით, თო იმდენად ცუდადო, რომ ნუ ჯერო იტირა და ძალიან სულ მდგომარეობაში იყო და მე მის მთელი ოჯახი სხვაგან გადავიდა საცხოვრებლად, რაც შეიძლება დაემთხვაო, მაგრამ თან რაღაც ისე ამბობდა, რომ სავარაუდოდ იცოდა, რომ არ დაემთქვა და კი მისმა ბულინგმა თუ ერთ-ერთი მიზეზი არ იყო, რამაც ის გამოიწვია იმ ადამიანის გადასვლა, ერთ-ერთი მიზეზი მაინც იყო და იმას შემთხვევაში ვნახეთ, რამდენი ესეთი მიზეზია საჭირო, რომ ბოლოს ის შედეგი მივიღოთ. ამ შემთხვევაში, ჩემი აზრით, ჩალი უფრო საშიშია ჩემთვის, იმიტომ რომ ანუ იმან გააკეთა ის რაღაცა, დააბულინგა. თითქოს ჩალი იყო ის ახალგაზრდა, ის ადამიანი, რომელმაც ემა აქცია თითქმის მსროლელად, ანუ კინაღამ პოტენციურ მსროლელობამდე მიიყვანა. ის რომ საერთოდ ანუ არც ათქმევინა მაიკმა, რომ კაი რა დაბულინგება და მაგ თემას თვითონ როგორც შეეხდნენ ეს პერსონაჟები, რომ კაი რა ბულინგი და ეს არ ითვლება და დისკვალიფიცირებულია.
მე მგონია რომ მაგით რეჟისორმა სცენარისტმა კიდე ანუ გამოხატეს რომ არა ბულინგი არ არის ეგრე ხელწამოსაკრავი საქმე, იმიტომ რომ რეალურად თუ ჩაწვდები ემას ამბავს, თუ მოусმენ ემას, გაიგებ რომ მისი ამ ფიქრების და ამ საშინელი გეგმის უკან იდგა ბულინგი. ხარდი შენ შეიძლება ემაზე უარეს შექმნი. აი ზუსტად. ერთ-ერთი მთავარი ასე თქვა, რასაც ემა შეიძლება ჩაიჭიდოს და სხვათა შორის ეგაა ძალიან მაგარი, თავის გამართლებას არ ცდილობ. აი ჩარლისაც რო ელაპარაკებდა ეს რო კითხავს უსვებს, ემას პასუხი უფრო არის, რომ გადავდოთ, ახლა ამაზე საუბარი არ შემილია. ანუ თან ის არის, რომ თავს არიდებს, იმ წამს არიდებს, მაგრამ ის კი არა, რომ არაზრუს ამ თემას არ დაუბრუნდებით. ახლა ცუდად ვარ, ახლა არ შემილია ამ წამს. შემომხედე წაშლილი ვარ, ამ შეგიძლია დამინახო რომ წაშლილი ვარ. ლითერალი გულიერებოდა. ანუ ხო, ანუ მეტი რა, ანუ ფიზიკურად გამოუვლინდა, იმდენად ცუდად იყო, ანუ ხო არ იგონებდა. თავს არ იმართლებს, იმიტომ რომ თulis რომ დამნაშავეა. თავისი მჩაგვრელი, მე მგონი მჩაგვრელი იყო ეგრე მივამსგავსა, იმ მის მხარზე ტირის. იმ აფეთქების შემდეგ, რამაც გადააფიქრებინა, აფეთქების კი არა, იმ სროლის შემდეგ, რამაც გადააფიქრებინა, თვითონ ჩარლის ზოგადად ემასი, ის რამაც შეცვალა ემა და გადააფიქრებინა ამის გაკეთება. გაუტოლა, მანქანა გაუფუჭდა, ანუ იმას რომ გზაში მანქანა გაუფუჭდა და მაგიტო ვეღარ ისროლაო. ანუ რა? თუნდაც ის რომ ანუ რო უყვება რომ ასე მარტო ვიყავ, ჩვენ თუ მივხვდით და თან ახლა ემა ხო უფრო მეტ რაღაცას მოუყვებოდა კიდე ჩარლის, ანუ ორი წელი ერთად არიან, მოუყვებოდა ბავშვობიდან რაღაცებს, ანუ ამ გადასვლებს, ბევრ გადასვლებს, მშობლებთან დისტანციას. ამას ხო მოუყვებოდა და ეგ ხო იცოდა ის რომ ცდილობს რომ ამ ყველაფრის მიზეზი მოძებნოს რაღაც ფროიდისეულ იმაში, რა ქვია, ფილოსოფიებში და ადამიანო გითხარ რომ მაბულინგებდნენ და ანუ ასე დღეში ვიყავი და მარტო ვიყავი და მარტო ყოფს კიდე მაბულინგებდნენ და ეს ეგ არის რომ ემა არ იმართლებს თავს და ჩარლი იმართლებს თავს თუ რატომ მოყავს ემა ცოლად, ანუ იმდენად სუსტი ტიპი არის, მაგიტომ ეკითხება თავიდანვე იმას, რომ იქნებ ბავშვობაში რაღაც და თვითონ არ ჩათვალა საკმარის მიზეზად, რომ მშობლებთან დისტანცია ძალიან დიდი მიზეზია იმისთვის, რომ ფსიქოლოგიურად მეიზმის ბედნიერი არ იყო, ხო, როცა სახში იზოლირებული გამოუგონა ის, რომ თავისი უახლოესი მეგობრის სიკვდილს შეესწრო, საკუთარი თვალით ნახა 3 მეტრაში მოხდა ეს ყველაფერი. და ერთი კიდე იმ დანარჩენი სამის მოყოლილი, ჩადენილი ამბავი როგორ კარგად უკავშირდება ამ ორი ადამიანის ჩარლის და ემას ურთიერთობას. ჩარლი როგორც მჩაგვრელი და ემა ჩაგვრის ობიექტი იყო, ეს გასაგებია. რეიჩელთან დაკავშირებით რომ ანუ რა გაუკეთა ბავშვი დატოვა და მოდი ჩემთვის რაღაც ის იყო უცებ მოსაკლავად გამეტება იყო, იმიტომ რომ ის რო თქვა რომ არც კი გაჩენია სურვილი რომ წასულიყო და გამოეშვა, აბა ეგ რა არის თუ არა სასიკვდილოდ გამეტება, ან იპოვიდნენ ან ვერ იპოვიდნენ. და მე ეგეთი ხალხი რომ მორალს გიკითხავს. ეგ იყო ყველაზე დიდი უბედურება და მაიკს რაც შეეხება კიდე მაიკის ანუ მაგიტო ვთქვი რომ მაიკი და ჩარლი მაგიტო არიან ასეთი მეგობრები, იმიტომ რომ ერთმანეთზე უფრო მხდალი ადამიანები არიან. ანუ საკუთარი შეყვარებული მიუგდო ძაღს რომ დაეგლიჯა. ხო და ადამიანი ფარად გამოვიყენება და მაგაზე გამოხსენდა დედპული და ვულვერინიდან დედპული რომ ნაისპოთ. სტეკახვეწები ჩასვი. ეს არ ჩადენილი დანაშაულის გამოსყიდვა ჩემთვის ძალიან გავს პატიმრები რო ციხიდან გამოდიან რა, რომელსაც ჩადენილი აქვს დანაშაული და აი მათი რეაბილიტაცია როგორ ხდება ხოლმე საზოგადოებაში, როდესაც აი ძალიან იშვიათად რომ პატიმრის რეაბილიტაცია მოხდეს ხოლმე საზოგადოებაში. თითქოს ანუ ჩაიდინა, იყო ციხეში, ანუ რაც მიუსაჯეს მოიხადა, გამოვიდა და მე საზოგადოება როგორ იღებს ამ ხალხს, როგორც წესი რომ არ იღებს, ხო, როგორც წესი რომ არ იღებს ხოლმე. მოდი რაღაცა ამერიკული ფილმია და ამაზე გვაქვს საუბარი, იგივე ამერიკული ფილმებიდან რომ მივუძგეთ რა. როგორ უჭირთ რეაბილიტაცია და რაღაც ძალიან ის მაგ ამპლუაში იყო ჩემთვის ემა. ან უბრალოდ რაღაც ეგ მომაგონა თქო რომ სოციუმში რომ მაინც ის ამპარად დაკრული თქოს რომ მოდი ჯერ დასასრულზე კი ვთქვით უკვე რომ what the fuck, მაგრამ კიდევ ვთქვათ რომ what the hell. მე პირადად არ მომეწონა. დასასრული?
არა დასასრული როგორ უნდა მოგეწონოს მე არ მესმის ნამდვილად, იმიტომ რომ კი ტვინი წამუღე ამ რეიჩელს და რეიჩელის მშობლებს. რეიჩელს კი არა, ემას და ემას მშობლებს, მაგრამ უბრალოდ, აი, კამერის მოძრაობით და მონტაჟით ხვდებით, რომ ემას მამა ხვდება, რომ რაღაც ვერ არის რიგზე, რაღაც თავის შვილი ვერ არის კარგად. როცა ანუ ეს ჩხუბი იწყება და ყველა ჩარლის ეცემა. ანუ ხო, ამ დროს გაიპარება ემა, ხო? იმ მომენტში იქ მარტო რატო მიდის, ანუ შოლება ვერ შეამჩნიეს, მამამ ვერ შეამჩნია, რომ ის გვერდზე აღარ ყავდა შვილი, რომელსაც 2 წუთის წინ ნერვიულობდა და რომელიც მისი პრიორიტეტი უნდა ყოფილიყო იმ მომენტში. Literally მარტო მიდის, ნუ მე სავარაუდოდ ის წამოეწია და რაღაცა, მაგრამ აი რას ვაკეთებთ? ანუ ყველამ თავის შვილს მიხედოს. ბოლო სცენაზე თუნდაც მარტო რატო არის ემა გოგო ახალგაზრდა ქალი ღამე მარტო რატოა გამოსული ბოლოს და დიდი გოგოა 28 წლის არის თუ 30-ის ან მესმის გასაგებია რომ თვითონ შეუძლია გადაწყვეტილებას მიიღება ასე მაგრამ ეს ისეთი მომენტი იყო მშობლებს ხო გაიგებდი რომ რატო დაარტყა იმან ჯერ ერთი ვერბალურად ისედაც გაიგეს სიტყვები მაგრამ 30 წლის ხარ 50-ის თუ 70-ის ანუ ძალიან დიდი ბოდიში ჩემი შვილი ხარ დედა ხარ თუ მეგობარი ხარ გარეთ არ გაგიშვება ანუ დამშორდი სამუდამოდ დამივიწყო ხო ამ ღამეს მე შენ მარტო არზად არ გაგიშვებ თუმცა მე იმდენი დაგროვდა ეგეთი კითხვა იმიტომ რომ ხა მანამდე ცვილაპარაკეთ რაღაცები შენ სახსენი და თუნდაც ეგრო 2 წამში რატო ვერ შეაჩნია შვილი რომელიც გვერდზე უზის ერთადერთი ადამიანი მთელს დარბაზში რომელსაც ამხელა თეთრი კაბააცვე როგორ შეიძლება პერიფერიული ხედველობით მაინც როგორ ვერ დაინახო რომელიც ანუ უკაცრავად ზენდეია ძალიან ლამაზია მე მგონი ასეთ რაღაცებზე უბრალოდ ანუ აღარ მიუქცევი ყურადღება ხო და ანუ მაგ გაპარული ქონდა რა და აშკარად და მაგიტომ ფილმის ფინალი ფილმს ქონდა ფინალი ვერ თქვა ქონდა ხო ძალიან საშინელი ფინალი ერთი ფინალამდე სახში რომ მარტო არის ჩარლი და ცეკვას რო იწყებს აი ეს რა იყო აუი როგორი ხერხული მომენტი იყო ანუ ჩვენ ეს მე მგონი აქამდე ვახსენეთ რომ ცეკვა ფილმში აი რომელიც მიუზიკლი არ არის და ასე შემდეგ არის ძალიან დელიკატური რაღაცა რომელსაც უნდა მოეპყრო როგორც მაგალითად სირათში მოეპყარით აი ეს არის ის რისიც მეშინია ხოლმე და როგორც კი ამან ინგიცი დაიწყო მეთქი no არა იმიტომ რომ ძალიან არაორგანული ძალიან უხერხული ძალიან აშკარად იმისთვის გადაღებული რომ რაღაც მე ამოიჭრას და ინსტაგრამის რილსებში დაიდოს. რომ პერსონაჟმა ესე რთულ მომენტში ცეკვა და ხო და თან ეგ იყო ძალიან ანუ მან ის მომეწონა რომ აი თავის თავს რო ეხუტება და კამერაც ისე ქორეოგრაფიის და უბრალოდ ეგ რო ყოფილიყო რომ აი დამდგარიყო და თავის თავს ჩაყუტებოდა და ის ცეკვა რო არ ყოფილიყო თუ შეიძლება რომ ამოუჭრათ ფინალი ხოლმე ფინალი ანუ ერთმანეთს პატიობენ რა თუ ეგუებიან იმას რომ ჩარლი ეგუება იმას რომ აი ემა არ არის დესპოტი და ემა ეგუება იმას რომ რაღაც აი ჩარლეს ნაძერალა მოღალატე მაგრამ იმას უყვარს იმას გავიგე იმიტომ რომ პერსონაჟი დიდად არ შეცვლა განვითარება არ ქონია გულისხმობ პიროვნება რაღაც ისე არ შეიცვალა დასაწყისი აი ჩარლი როგორ მივიდა მაგ მომენტამდე ეგ ჩახუტების მომენტი იყო არ ვიცი ანუ მგონია რომ ჩახუტება კი არა დაჟე такой ხალატის კოცნის შემდეგ დაიწყოს თქოს მაგაშუება და გონია რომ დანაშაულმა გადაწონა იმას მიუღებლობა ანუ საკუთარმა დანაშაულმა დაანახა რომ უნდა აპატიოს სხვა გზა არ აქვს იმიტომ რომ ის იმაზე უარესია აუ კიდე მაგარი შედარება გავატო რაც აქაც მიწერია აბა მიდი ჯერ დაიკითხა ჯობია მე ვთქვა ეს იყო ყველაზე საინტერესო ქორწილი ფილმში BBC Sherlock-ის მესამე სეზონის მეორე სერიის შემდეგ მინახავს ყველაზე დრამატული ვიდეა ტექნიკურ ნაწილს ძალიან მომეწონა ჯერ ერთი ხმა ძირითადად რაღაცა ისეთი ხმები მომენტებში აი ჰორორ თრილერებში რო არის ხოლმე რა და ძალიან მოქმედებდა და ძალიან კარგად იმუშაოდა. გარდა მაგისა მგონია რომ ეს ფლეშბექები ძალიან სწორად და ანუ ამ ამბისთვის სწორად არის ჩასმული. თუნდაც ის რომ პირველი შეხვედრა ამათი უკვე ფლეშბექია, იმიტომ რომ
ქორწილის სპიჩის წერის დრო ანუ ვიზუალიზაცია არის უბრალოდ რა ეგრე არის პირველი დეითიც და ასე შემდეგ და თავიდან იმის შეშინი მქონდა რომ მეთქი ტემპი არ იყოს ძალიან არარეგულარული რომ აი ეხლა რომ ძალიან სწრაფად იწყება და ამათ ურთიერთობის ჰაილაითებს ვხედავთ რაღაცა იმერე ძალიან დორედ არ წავიდეს მაგრამ იმდენად დაძაბულობა იყო თვითონ ანუ კონფლიქტი იყო იმდენად კარგად შეკრული რომ ტემპს მიუხედავად იმისა რომ მომენტებში ანუ მონტაჟი თვითონ ეგეთი სწრაფი აღარ იყო ტემპი არ დაგდებულა რა და შესაბამისად ეს განცდაც არ ყოფილა რომ შეიცვალა ძალიან არ ყოფილა ამიტომ ტექნიკურადაც მგონია რომ ანუ ძალიან სწორად გადმოსცა ეს კონფლიქტი და დაძაბულობა და ორი სიტყვის მე ზენდაიაზე და რობერტ პატინსონზე ვთქვი ძალიან კარგად მოიგეს სოლომი და ალან ჰეინმაც ამ ფილმში მე მგონი ყველაზე მეტად მომეწონა კი, ნუ გეზიზღება პერსონაჟი და პერსონაჟი როცა გეზიზღება ეგ სახეობის დამსახურება არა საკუთარ. და ზენდეია მარს ანუ მიუხედავად იმისა რომ ამ ხელას თარია და რავი რაშიც მონაწილეობა აქვს მიღებული მე მგონი ყველაფერი ნანახი მაგრამ როცა ამ ხელა დონის თარი ხარ და მაინც ახერხებ რომ დაავიწყო მაყურებელს რომ შენ ხარ ამ ხელა დონის თარი და იმ მაყურებლისთვის რომ იმ 2 საათის განმავლობაში პერსონაჟი ხდები მე მგონია რომ ეს ძალიან დიდი რაღაცაა იმიტომ რომ ხშირად ზენდეია ხო თან კიდე ანუ პოპ კულტურაში კიდე სხვანაირის თარია არ არის მარტო კინოვარსკვლავი და რაღაც ან ხანდახან მგონია რომ რაღაცა ზოგჯერ ისე უყურებენ ხოლმე რომ აი ეგ რაღაც ფეშენ აიკონ და რაღაც ეგ არის და არ და ძალიან მიჭირი მსახიობია ჩემი აზრით. მოდი ვიტყვასავსო იმას ვერ მიხდან რომ ასეთი სტარია და გავიწყოს რომ სტარია რას გულისხმობ ძალიან თომამის იმას რომ ანუ იმ მომენტში რაღაც იმის თარობა მოვიწყდება ანუ ემა რაც ეგეთი პოპ კულტურის თარი რო ხარ თულია რატო როცა არ ხარ კარგი მსახიობი და პოპ კულტურის თარი ხარ ანუ ეგეთი ვინიც ანუ ზერსად მომღერლებ მოგითხარ რაღაც განსაკუთრებული სამსახიობო ის დატოვა ჩემზე, ანუ ძალიან კაც შეასრულა კი ბატონო, მაგრამ უბრალოდ რაღაც ერთ და იგივე ტიპს ხედავ. ხო, ძალიან ინტერესანტია, რომ ჩემთვის არ არის ეგრე, ანუ პატინსონს რაც შეეხება, რავი, ეგეც ძალიან კაი იყო. ხთანი მამაკაცის როლები მოხდება აშკარად. აბა ნახოთ დიუნში როგორ გაერთოს. დიუნში მგონი ერთ ძალიან გიჟობა იქნება, იმიტომ რომ ეგეთი პერსონაჟი მიმგონი არ ყოლ. ცოტა რობერტ პატინსონმა ცოტა დამღალა სიმართლე ვიკითხე. რატო? აი ეს ყველგანი როა რომ ხო ანუ ყველგან იყოს ან სხვაებიც არიან ყველგან მაგრამ ეს ხუმრობა როა რომ ის ძალიან ცდილობს დაგვავიწყოს რომ თვაილაინში მონაწილეობდა და ეს რაღაც როლები არა კარგი ფილმებია და რაღაცა კარგად აკეთებს განცუდი მსახიობია ანუ არანაირად უბრალოდ ცოტა აი დამღალა ცოტა ბრო დამოიზუნთქე ხო შეგიძლია აბა რაღაც ფოტოგრაფთან რო არიან ეგ სცენა იყო ჩემთვის ძალიან მაგარი ანუ მსახიობების მხრივ და ამათი საეკრანო ქიმიის მხრივ ძალიან მე ვიგრძენი უხერხულობა ისინი რომ ერთმანეთში აი ისე მე ძალიან უხერხულობ ზენთო ფოტოგრაფის გამო ანუ აუ ისე შევეცდო მაშინ დავასრულოთ დღეისთვის დაწერთ კომენტარებში თუ ნახეთ ეს ფილმი თუ არ გინახავთ და ამ ვიდეოს მაინც უყურეთ ალბათ ისეთ შეგრძნება გაქვთ რომ უკვე ნანახი გაქვთ იმდენი სპოილერი ვთქვით ვიდეო რო დავალაიქოთ ძალიან კარგი იქნება და არხის გამოწერა მთლად ურიგოდ მე მგონი არ შევთვით ჩვენ ამ საქციელს საკითხს. კი. მაშინ მომავალ შეხვედრამდე